დღეს გონიოს ციხეში წავედით შუა დღის შემდეგ, როცა უკვე აღარ წვიმდა, ღრუბლიანი ამინდი იყო, თუმცა მზეც ანათებდა, არც საცობი არ შეგვხვდა და რა ვიცი, ნორმალურად ვიარეთ. ერთადერთი რა პრობლემაც იყო, მე ვიჯექი საჭესთან და ცოტა გზაზე ავირიე, კინაღამ ხელვაჩაურისკენ წავედი თავიდან და ეხლა ნახავთ, რომ დავტრიალდები ესე წრეზე. ხო, აი ამ წრიულს რო გავცდი, მე აეროპორტის გადასახვევთანაც კინაღამ არასწორად შევედი, მაგრამ თანამგზავრებმა მითხრეს სწორი მიმართულება. სხვათა შორის ძალიან მიყვარს ეს გზა. ადრე ვმუშაობდი სარფის საჯარო სკოლაში და ყოველ დილას გავდიოდი ამ გზას ავტობუსით და თან ვემზადებოდი გზაში გაკვეთილებისთვის. ძალიან კარგად მახსოვს ეს პერიოდი, სასიამოვნო იყო ჩემთვის. მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის გამოუძინებელი ვიყავი, პატარა ბავშვი მყავდა მაშინ. ჯერ კიდევ ლაქტაციის პერიოდში ვიყავი სხვათა შორის და ღამე ხშირად ეღვიძებოდა ბავშვს. მაგრამ მაინც იმდენად მიყვარს ქალაქგარეთ სიარული და აი განსაკუთრებით ეს ხიდი, ორივე მხარეს აქვს არაჩვეულებრივი ხედი. მარცხენა მხარეს არის ხედი მდინარეზე და მთების ხედია, მარჯვენა მხარეს არის ზღვის ხედი. ეს უკვე ახალსოფელია და ახალსოფლიდან სულ მალე შევდივართ გონიოში და გონიოში რო შევედი, უწყოთ ხაზზე გადავედი, დავარღვიე ასე ვთქვათ, მაგრამ ჯარიმა არ მოსულა, იმიტომ რომ ღონისძიება ტარდებოდა. და ალბათ ყველა მანქანა ასე ჩემსავით იქცეოდა, კარგად კი გავჩერდი საპარკინგი ადგილას. ეს კი უკვე უკანა გზაა, საღამო ხანს დავბრუნდით, უკვე წვიმდა, თუმცა ძალიან ცოტათი წვიმდა, რომ გამოვედით და მე ნელ-ნელა მოიმატა წვიმამ, ეხა ისეთი წვიმა არ ყოფილა, როგორც ერთ ვიდეოში მაქვს ხელვაჩაურისკენ რომ მივდივარ და რომ დავაწერე საშინელი წვიმა თქო, მაგრამ ვიდეოში არ ჩანს ისეთი საშინელი, სინამდვილეში უფრო იყო. იმიტომ რომ მართლა ესე გულშილოცით მივდიოდი მაშინ და დღეს არაფერი ისეთი წვიმა არ ყოფილა, მშვენივრად ვიარეთ, უბრალოდ მაინც ფრთხილად. რა ვიცი, ხო მართლა კი ვფიქრობდი, რომ ვიდეო ესე დავიწყოთ, რომ აი გონიოში ვიყავი და მოდი აღარ გამოგაპარებთ ამ ამბავს, მაგრამ ცოტა სასაცილო კი არის, რომ სადაც გავდივარ ყველაფრის ვიდეოს ვდებ, მაგრამ ფაქტია, რომ უყურებს ბევრი, ალბათ აინტერესებს გზები, შეიძლება უცხოელი ტურისტები უყურებენ, რომ უნდათ რომ ნახონ და თავადაც გაიარონ, შეიძლება ვისაც ტარება უყვარს ის უყურებს, მაგრამ რა ვიცი, აი მეც სიამოვნებს ხოლმე სხვათა შორის საკუთარი სიარულის ვიდეოს ყურება კიდევ ერთხელ, ამიტომ ეს ვიდეო ძალიან არამიჩქარებია, მხოლოდ აი ხედავთ კიდეც როგორ მივდივართ. ნელა მივდივართ, ანუ ვიდეოც თითქმის არ არის საჩქარებული. აი ხა თლად ამ საჩქარით არ მივდიოდი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში სხვა დროს რო 30 ჯერ და 40 ჯერ ვაჩქარებ ვიდეოს, ეს 7 ჯერ არის დაახლოებით აჩქარებული. და ყველა ნელა მოძრაობდა, პატარა საცობი არ იყო, მაგრამ უბრალოდ ცოტა შეფერხებული მოძრაობა იყო. სხვა დროს საღამო საათებში აქ საკმაოდ რთულია გასვლა და ძალიან დიდ დროს ატარებდა წვიმის დროსაც ხშირია ხოლმე საცობები და დღეს ასე ვთქვათ გაგვიმართლა, სანამ საცობი იქნებოდა, მანამდე გამოვასწარით. ბათუმიდან გამომავალისკენ უფრო იყო კი ცოტა რთული მოძრაობა. რა ვიცი, იმედია მოგეწონებათ ეს ვიდეოც. თუ არ მოგეწონებათ, არ არის პრობლემა. თუ მეკითხავთ ჩემი გვერდის გამოწერა და იმიტომ გამოიწერეთ, მაგრამ არ გაინტერესებთ და ხელს გიშლით შეტყობინებები, შეგიძლიათ აღარ გამოიწეროთ. რა ვიცი, მადლობა ყურადღებისთვის და თქვენს გისურვებთ სასიამოვნო მგზავრობებს. ნახვამდის.